გამარჯობა. დღეს ვიმყოფები უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, რომელიც არის სტუდენტებისთვის გათვლილი და დაავადებულ თევზში გამოვიკვლევთ პარაზიტების არსებობას. დაგველოდებით. ამ აკვარიუმში შევამჩნიეთ დაავადების დამახასიათებელი ნიშნების მქონე თევზი, რომელსაც ზურგზე ჰქონდა დაზიანება და იყო ნაკლებად აქტიური. დაავადებული თევზები ამოვიყვანეთ ნიმუშის მოსამზადებლად მიკროსკოპული დათვალიერებისთვის, რადგან ვიზუალური შეფასება არასდროს არის საკმარისი. კანიდან და ლაყუჩებიდან მოხდა ნაცხის აღება, რადგან პარაზიტების დიდი ნაწილი სწორედ აქ გვხვდება. ნიმუშის სწორად მომზადება განსაზღვრავს მიკროსკოპის ქვეშ ვნახავთ თუ არა რეალურ მიზეზს. აქ ვამზადებთ ნიმუშს მიკროსკოპული გამოკვლევისთვის, სადაც თითოეული დეტალი გადამწყვეტია სწორი დიაგნოსტირებისთვის. მიკროსკოპული კვლევა არის ერთადერთი გზა, რომ ზუსტად დავადგინოთ პარაზიტის ტიპი. კადრში კი ჩვენი ლექტორია, რომელიც თავის ცოდნას გვიზიარებს. რაც ახლა მიკროსკოპში ჩანს, არის პარაზიტი კოსტია, რომელიც გამოირჩევა ძალიან სწრაფი მოძრაობით და სერიოზულად აზიანებს ლაყუჩებსა და კანს. დროული დიაგნოსტირების გარეშე ის ხშირად იწვევს მასიურ დანაკარგებს. მთავარია, რომ პარაზიტი უკვე იდენტიფიცირებულია და თევზებს დაენიშნათ შესაბამისი მკურნალობა.